დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლავთ დიპლომატი, ბიზნესმენი მამუკა მურჯიკნელი, რომელიც არაერთხელ იყო უკვე ჩემთან გადაცემაში და ყოველ ჯერზე მასთან საუბარი ძალიან საინტერესოა პირადად ჩემთვის როგორც ჟურნალისტისთვის და არა მხოლოდ საინტერესო, ძალიან საიმედო ქვეყნის პერსპექტივით დაგველოდეთ და მოგვისმინეთ აუცილებლად. მოგესალმებით მამუკა. მოგესალმებით ზიად. ძალიან დიდი მადლობა რომ დღეს კიდევ ერთხელ ხართ ჩემთან გადაცემაში სტუმრად. დიდი მადლობა თქვენ პირიქით რომ გამოხატეთ ინტერესი და დღეს შევხვდით ისევ და ვაგრძელებთ ჩვენ საუბრებს და მეგობრობას. გულწრფელად ჩემთვის ძალიან დიდი პატივია რომ სხვადასხვა ეტაპზე, თქვენი საქმიანობის სხვადასხვა ეტაპზე მიახლებით ხოლმე გადაცემაში ჩემი თხოვნით. სხვათა შორის ახლა რომ მოვდიოდი გადაღებაზე ვფიქრობდი რომ რამდენად გაამართლა მოლოდინები თვითონ ტერმინალმა, როგორი მოლოდინები გქონდათ, უკვე რამდენიმე წელია გასული და დღეს რა ეტაპზე ხართ? კი ბატონო, დიდი მადლობა. ნამდვილად თქვენ ზიად პირველივე დღიდან ჩვენ დავიწყეთ ეს ჩვენი მეგობრობა და ერთ-ერთი პირველი იყავით ვისთანაც ასე ვთქვათ ჩავეწერეთ და მე შემიძლია ვთქვა რომ ჩვენი ინვესტორებისთვის, ასევე ჩვენთვისაც, ვინც ამ ტერმინალში მუშაობთ და ვაკეთებთ ჩვენ საქმეს, ნამდვილად ის მოლოდინები რაც იყო თავიდანვე, ის მოლოდინები გამართლდა და ჩვენი ინვესტორები ძალიან მოხარულები არიან, რომ სწორი ნაბიჯი იყო გადადგმული, სწორი ინვესტიცია განხორციელდა. მე ადრეც ვთქვია და ეხლაც გავიმეორებ, რომ არ არის ადვილი ინვესტიციების ბოზო. ეს პირდაპირ ინვესტიციების ბოზო, როცა სოფლიოში ამდენი ადგილები არსებობს, ამდენი საინვესტიციო პროექტები არსებობს და მე ძალიან მიხარია რომ იმ ხალხმა რომლებმაც დააბანდეს ფული ჩვენ ქალაქში ბათუმში და ჩვენ ქვეყანაში ეს გადაწყვეტილება მიიღეს და დღეს ჩვენი ინვესტორები ძალიან მოვუპილები არიან თავისი გადადგმული ნაბიჯით და იმედი მაქვს რომ ესეც გაგრძელდება მომავალშიც. სხვათა შორის ძალიან ბევრი შეიძლება სრულიად გარკვეულ წრეებისთვის გასაგები ტერმინები, ფართო მასებისთვის არის გაუგებარი. მე მაგალითად პირადად ბოლომდე არ ვიცი, რას ნიშნავს პირდაპირ ინვესტიცია და არაპირდაპირ ინვესტიცია. ნუ როგორ გითხრათ, პირდაპირ ინვესტიცია არის, როცა ვთქვათ, არა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის გამოყენებით, რომელიმე კომპანია თავის სახსრებს აბანდებს. ანუ პირდაპირ შემოდის ბიზნესი. დიახ, პირდაპირ შემოდის ბიზნესი, როცა თავის კუთვნილ თანხებს აბანდებს სხვა ქვეყანაში. ეს რას ნიშნავს, რომ მოდის სად? ანუ მის თქმა მინდა რომ გარკვეული გარემოება ჭირდება ალბათ, რომ ბიზნესმა უცხო ქვეყანაში გადადგას ეს ნაბიჯი. რა თქმა უნდა, ეს რა ტიპის სტაბილურობას ეძებენ ინვესტორები? რა თქმა უნდა, ხა ინვესტორისთვის პირველი არის სტაბილურობა, ინვესტორისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ბაზა, რამდენად დაცული არის მისი ინვესტიცია. და თავის დროზე როცა ეს ნაბიჯი იყო გადადგმული, რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ინვესტორები საკმაოდ ისეთი გამოცდილი ინვესტორები არიან და ამ ყველაფრის შესწავლა მოხდა და მათ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ეს არ იყო რაღაცა უცებ მიღებული გადაწყვეტილება, ამას თავის შესწავლა მიდიოდა ამის წინ ინვესტიციამდე და მიიღეს ეს გადაწყვეტილება, საკმაოდ ისეთმა გამოცდილმა ინვესტორებმა. დიპლომატიური მიმართულებით საკმაოდ საინტერესო გამოცდილება გაქვთ, სუბუქად რო ვთქვათ და ამ პროცესში გეხმარებათ ეს გამოცდილება. რა თქმა უნდა, მეხმარება ეს გამოცდილება, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც მე მუშაობდი და მომიწია როგორც საქართველოს დიპლომატის მუშაობა, დღესაც ვაგრძელებ ძირითადად ჩემი სამუშაო გარემო, ესე ვთქვათ, არის იმ ქვეყნებში, სადაც მე ვმუშაობდი როგორც დიპლომატი, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი ერთ-ერთი პარტნიორი არის ამერიკული კომპანია, ერთ-ერთი მსხვილი კომპანია და მათთან ხშირად ვიწევს ხოლმე კომუნიკაცია. ასევე ის პროდუქტი, რომელსაც ჩვენ ვემსახურებით, ძირითადად მოდის ცენტრალური აზიიდან, ასევე სადაც მე მუშაობდი, ჩემს გარდა, რა თქმა უნდა, ის ხალხი, ვინც ჩემთან ერთად მუშაობს და ვინც არიან ყოველდღიურად ჩართული, მათაც საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ ამ ქვეყნებში და ერთობლივად ჩვენი გამოცდილება გვადგება, რა თქმა უნდა. დინამიკის თვალსაზრისით, იქიდან გამომდინარე, რომ წლებია უკვე ამ სფეროში მუშაობთ, მე ყოველთვის მიზიდავს ხოლმე რაღაც გარკვეულ სურათში შეფასება. მაგალითად, თუ ავიღებთ ჟურნალისტიკას,
ყოველთვის ვიწყებ ხოლმე 90-იანებიდან ათვლას და უშუალოდ რა ტიპის პროექტები იყო, როგორ იყო, რა დინამიკა ქონდა იგივე სხვადასხვა მიმართულებით უფლებების თემაში და აი მაგალითად ამ ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით ზოგადად რას ფიქრობთ? კარგ დინამიკაში ვართ, დადებითი დინამიკაა მიმართულებით ინვესტიციების თვალსაზრისით? იცით ეს ხა ეს ძალიან მარტივად სანახავი არის, ჩვენ შევხედოთ სტატისტიკას. და უნდა ვნახოთ თუ რა ხდება ყოველწლიურად რამხელა ინვესტიციების ჩადება ხდება. რა თქმა უნდა, არის პერიოდები, როცა უფრო მეტი ინვესტიცია იდება, ეს როცა ხდება თქვათ რაღაც სახელმწიფო ხელს არსებული აქტივების გაყიდვა, არის რაღაც პერიოდი, როცა ეს ნელდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თქვათ, როდესღაც კარგია, როდესღაც ცუდია. ჩვენ ქვეყანაში ხა ინვესტიციები დაიწყო განხორციელება, როგორც მოგეხსენებათ 90-იანი წლები. საკმაოდ დიდი ინვესტორები შემოვიდნენ პირველები, როგორც არის British Petroleum, ასე სხვა მიმართულებით კერძო ესე ვთქვათ, კერძო სასტუმროებში შემოვიდნენ, Marriott-ის ვიც შემოიყვარა, სხვა მიმართულებით ნავთობკომპანიები იყვნენ, ბანკებს ყავთ სხვა ინვესტორები და მიდის ეს დინამიკა, დღესაც ძალიან მოხარული ვარ, რომ არ შეჩერებულა, ჩვენ რასაც უყურებთ ახლა და რასაც ვნახულობთ იგივე სატელევიზიო გადაცემებიდან, ასევე ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული ბიზნესმენთა ფედერაციაში, არის ინტერესი რა თქმა უნდა და სხვა მიმართულებით ეს გაგრძელდება. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან კაი, იცით, ინვესტიციას არ მოაქვს მარტო თქვათ რაღაცა კაპიტალი. დღეს მე შემიძლია ვთქვა, რომ კაპიტალი საქართველოშიც ძალიან მომწონს, რომ ქართველი ესე ვთქვათ, ქართული ბიზნესიც არის უკვე წარმოდგენილი სხვა ქვეყნებში, რომ აბანდებენ თავიანთ ინვესტიციებს და ეს ძალიან სასიხარულოა. ინვესტიციებთან ერთად მე ყველა ძალიან რაც მომწონს, მოდის თქვათ სხვა მიმართულებით, მოდის ასევე ახალი საქმის შესწავლა და ახალი გამოწვევების ათვისება. მე შემიძლია გითხრათ, რომ დღევანდელი იგივე ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე ტერმინალი, რომელიც აშენდა ბათუმში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, უნიკალური ტერმინალია, ნამდვილად ძალიან თანამედროვე, რომელიც ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ არის ერთ-ერთი ნამდვილად ყველაზე თანამედროვე ტერმინალი შავ ზღვაზე და რა თქმა უნდა, ჩვენთან ერთად გაიზარდნენ ის ხალხი, რომლებიც ახალი ტექნოლოგიები შეისწავლეს და მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა უკვე სხვა მიმართულებით დაიწყეს გადასვლა და ვთქვათ ახალ გამოწვევებს ესე ვთქვათ ღებულობენ და მიდიან სხვა მიმართულებით. ძალიან კარგი. სამიზნე ქვეყნები ამ ტერმინალისთვის კერძოდ რომელია? თქვენ თუ გულისხმობთ, რომ რომელ ქვეყნებთან შეიძლება არასწორად დავსაკითხო. მუშაობა, რა თქმა უნდა, ხა ჩვენთვის სტრატეგიული პარტნიორი არის და სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი, რომ ძალიან გადაბმული ვართ ერთმანეთთან ჩვენს და საქართველოს და აზერბაიჯანს. ასევე ტვირთების წარმოშობა ძალიან დიდი მოდის ცენტრალური აზიიდან. ასევე ჩვენთვის მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, სადაც ჩვენსგან მერე მიდის ტვირთი. ეს ძირითადად ეს ქვეყნები არის, ესე ვთქვათ, რომელიც არიან ჩართული ამ შუა დერეფანში და ძალიან მოხარულები ვართ, რომ შუა დერეფანი ნამდვილად უფრო სტრატეგიულადაც, კომერციულადაც უფრო მიმზიდველი ხდება სხვადასხვა მწარმოებლებისთვის. მე ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან კარგი ფაქტი არის, როცა ჩვენ გავხდით ერთ-ერთი გადამზიდავი ისეთი მსხვილი კომპანიის, როგორც არის Chevron. და Chevron-ისთვის ჩვენ ექსკლუზიურად გვაქვს ურთიერთობა და ეს ძალიან სასიხარულო, რომ ამხელა კომპანია იყენებს შუა დერეფანს და ჩვენთან ერთად თანამშრომლობს. დასაქმებული ყავთ ადგილობრივი კადრებიც. კი ბატონო, მე დავიდანვე როცა ჩვენი პირველი შეხვედრა იყო, მაშინაც აღვნიშნე, რომ დაახლოებით 90%-ზე მეტი უნდა იყოს ადგილობრივი კადრი დასაქმებული და ეს იყო თავიდანვე სხვათა შორის, ეს მინდა აღვნიშნო, რომ ეს იყო ინვესტორების ასევე ძალიან კაფიო დაჟინებული მოთხოვნა, რომ ყოფილიყვნენ ადგილობრივი კადრები დასაქმებული და დღეს
როგორც დავიწყეთ და როგორც ვაგზავნებთ, ნამდვილად 90%-ზე მეტი ჩვენთან ადგილობრივი ესე ვთქვათ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მკვიდრი მუშაობს, რაც ძალიან კარგია და რაც მე ასევე ძალიან მიხარია, ძალიან კარგი არის, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდები გამოხატავენ ხოლმე ინტერესს. რა თქმა უნდა, მიხარია, რომ ახალგაზრდებს მოსწონთ და ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ხა ბათუმისთვის და აჭარისთვის, რომ ზღვასთან კონდეს ადამიანის შეხება და მე მიხარია, რომ ბევრი ახალგაზრდა გამოთქვას ხოლმე სურვილს, რომ ჩვენთან იმუშაოს და იყოს ამ სფეროში ჩაბმული. უშუალოდ ქვეყნები, რომელთანაც გაქვთ გადაკვეთა თქვენი საქმიანობით, სტუმრები ჩამოდიან ხოლმე? ძალიან ხშირად, სტუმრები ძალიან ხშირად ყავს და ხშირად ჩამოდიან, ძალიან მინდა აღნიშნო, რომ მართლა ბათუმს ეს ძალიან დიდი პლუსი, ესე ვთქვათ, რომ ყველას უხარია აქ ჩამოსვლა, ბათუმში ჩამოსვლა, რა თქმა უნდა, ჩვენი სტუმრები თბილისშიც ჩამოდიან ხოლმე და ჩვენი ესე ვთქვათ, ქვეყანა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სტუმრებსაც კარგად უმასპინძლოთ, ასევე საქმიანი შეხვედრები გავმართოთ, საქმეზეც ვისაუბროთ და ასევე ვანახოთ ის ადგილები, რომელთაც ჩვენ ძალიან ვამაყობთ. რეალურად საქმიანობის პარალელურად იკვეთებით მაინც კულტურულ ნაწილში. რა თქმა უნდა, ეს გარდაუვალია. ერთგვარ ტურიზმის ნაწილში. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ნორმალურია და ეს ძალიან კარგია და იმიტომ რომ ჩვენ ვართ ნამდვილად ის ქვეყანა, რომელსაც შეგვიძლია ძალიან ვითრავახოთ ჩვენი ესე ვთქვათ პოტენციალით, როგორც მოგეხსენებათ ტურიზმში საკმაოდ იზრდება სხვადასხვა ქვეყნებიდან ტურისტების ჩამოსვლა. ჩვენც გვიხარია ჩვენთან რომ ჩვენი პარტნიორები ჩამოდიან, სტუმრები ჩამოდიან და მე ვფიქრობ, რომ ძალიან აქედან ძალიან მაყოფილებელი მიდიან ისეც. ყოველთვის უხარიათ ისე უკან ჩამოსვლა. თქვენთან როგორ ხდება ხოლმე? ეს არსებობს ეს კონტაქტები, უკვე საქმიანი ხელშეკრულებები და ეს არის თქვენი სტაბილური მოცემულობა თუ კიდევ და კიდევ უფრო ზრუნავთ ახალი კონტაქტებისთვის? არა, რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ზრუნავთ, ხა ჩვენ ვიძახოთ მას, რომ ეს არის ცოცხალი ორგანიზმია, ჩვენ უნდა განვითარდეთ და ყოველთვის ახალი საინტერესო კონტაქტი ძალიან კარგია და რა თქმა უნდა, შევინარჩუნოთ ის, რაც გვაქვს და ასევე უნდა განვითარდეთ იმ მიმართულებით, რომ ახალი კონტაქტები შევქმნათ, ახალ მიმართულებებს გადავხედოთ და ეს ყოველთვის ჩვეულებრივი მოვლენა არის. ერთ ადგილას ნამდვილად არ ვაპირებთ დგომას და გვინდა რომ ჩვენც ავყვეთ თანამედროვეობას და დღევანდელ დღეს შეუძლებელია ნამდვილად რომ ერთ ადგილას იჯდე და რაღაცა ვერ განვითარდები. ჩვენ განვითარებისკენ ვართ მოწოთებულები და მაგიტომ ახალი კონტაქტები ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანია. რეალურად საინტერესო სამართლებრივი გარემოა პირდაპირ ინვესტიციებისთვის ჩვენი ქვეყანა რამდენად მიმზიდველია? იცით, ხა მე შემიძლია გითხრათ, რომ დღესდღეობით რადგანაც ეს ინვესტიციები განხორციელდა და ხორციელდება, მე კიდევ ერთხელ მე გამოდივარ იმ გადმოსახედიდან, რომელიც მე მაქვს უშუალოდ შეხება იმ ინვესტორებთან, ვისთანაც მე ერთად ვმუშაობ და მათ განახორციელეს ეს ინვესტიცია. თუ არ მოწონებოდათ და რაღაცა თქვათ ყოფილიყო მათთვის მიუღებელი, ნამდვილად ბევრი არსებობდა რომ სხვაგან დაებანდებინათ ეს თავიანთი კაპიტალი ესე. მაგრამ კიდევ ერთ დავამატებ, რომ ყოველთვის ბიზნესი მოწოდებულია, რომ უფრო უკეთესი და უკეთესი გარემო შეიქმნას. მაგრამ ეს ასევე ჩვენ არ უნდა გვავიწყდეს, რომ შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს სახელმწიფოური ინტერესი და ბიზნესის ინტერესი ერთად. ფაქიზ ინტერესს და გადაკვეთა მოხსოვთ. ბოლო პერიოდში დაინიშნეთ აგირჩიეს ბადმინტონის ფედერაციის ხელმძღვანელად. საინტერესო სიახლეა თქვენს ხოლმე. კი, ძალიან საინტერესო სიახლეა, მეც ძალიან მე ძალიან თავიდან ცოტა განსუფრებული ვიყავი და მე ძალიან ესე ჩავერთეთ მეც და ჩემი მეგობრებიც ამ მიმართულებით. ძალიან გვიხარია იცით, რატო რომ ბადმინტონი არის ალბათ სპორტის ერთ-ერთი ის საშუალება, სადაც ძალიან ბევრი ახალგაზრდა ადამიანის ჩართვა შეიძლება და მით უმეტეს სკოლებიდან, ასევე ბადმინტონი არის ის რომელიც ალბათ ყველა ჩვენთაგვანს ერთხელ მაინც ნათამაშები გვაქვს ჩვენი ბავშვობის განმავლობაში და ეს არ არის ძვირი სპორტი, ეს არის საკმაოდ ისეთი, სადაც ადამიანი თავისუფლად ატარებს დროს და ძალიან მოხარულია უახლოეს მომავალში ვაპირებთ ბათუმში ჩატარებას ჩემპიონატის სამოყვარულო მოყვარულებსაც შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის
ჩემთვისაც და ჩემი მეგობრებისთვისაც, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა, ჩვენმა გუნდმა მიიღონ პრესტიჟულ საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა. რა თქმა უნდა, ამას რაღაც დრო დაჭირდება, იმიტომ რომ ჩვენთან გაიზარდონ ახალი ბავშვები უფრო პროფესიონალურ დონეზე, მაგრამ ჩემი და ასევე ჩემი მეგობრების მიზანი არის, რომ არ არის ჩვენი მიზანი, რომ მაგალითად მარტო ერთი პროფესიონალი გავზარდოთ. ჩვენი მიზანი არის, რომ ეს გახდეს, ესე ვთქვათ, მასიური სპორტი, სადაც ყველა სკოლის მოსწავლეს, ყველა ჩვეულებრივ ადამიანს როცა უნდა რომ ითამაშოს ბადო, თავარია ჩვენ ხელი შეუწყოთ იმაში, რომ მივაწოდოთ ეს, ვთქვათ, რაც ჭირდებათ ის საჭირო, ვთქვათ, ბადეები იქნება, ჩოგნები იქნება, ვოლანები იქნება, სხვადასხვა ისინი მივაწოდოთ. ალბათ აუცილებელია გარკვეულ პერიოდში გამოზარდოთ წვრთნელებიც თავის. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. წვრთნელების გამოზდასთან ერთად ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ჩვენ დავიწყეთ მუშაობა, რომ ასე ვთქვათ, საერთაშორისო სტანდარტზე მივიყვანოთ ჩვენი მსაჯებიც ასევე და მცველებიც, იმიტომ რომ მათ მოუწევთ სხვადასხვა ქვეყანაში გადასვლა, მოგზაურობა და მე ვფიქრობ, რომ დიდი პოტენციალი გვაქვს ჩვენ, იმიტომ რომ თავის დროზე მე ძალიან გამიხარდა, რომ გავიგე, რომ ერთ-ერთი პირველი ჩემპიონატი, ასე ვთქვათ, საბჭოთა კავშირში თბილისში ჩატარდა ბადმინტონის და ნამდვილად კიდევ უნდა წამოვწიოთ ეს სპორტი წინ, რომ უფრო მისაღები გავხადოთ ახალგაზრდებისთვის. ესე იგი ძალიან კონკრეტულად გარკვეული სამოქმედო გეგმები გაქვთ ამ მიმართულებით. კი ბატონო, კი. და ვინ არიან ორგანიზაციები, ვინ არის, ვინც თქვენ ამაში ხელი უნდა შეგიწყოთ? რა თქმა უნდა, ახლა ერთ-ერთი მთავარი ჩვენი, ასე ვთქვათ, დამფინანსებელი და სპონსორი ეს London Express-ი თვითონ ის კომპანია, სადაც მე მუშაობ. ასევე სხვადასხვა კომპანიები იღებენ მონაწილეობას ჩვენს ვერტში ყოფნაში. ერთ-ერთი არის ასევე მარტივი, რომელიც არის დამტენების კომპანია და მე ძალიან მიხარია, რომ სხვადასხვა კომპანიამ ასევე გამოხატა სურვილი, რომ გვერდში დაგვიდგეს და უფრო განავითაროთ ეს სპორტი. რა სიტუაცია დაგხდა ამ ეტაპისთვის? აი შესანიშნავია, რომ ესე კონკრეტულად ხედავთ. ბევრი გამოწვევა არსებობს. მე ძალიან მიხარია, რომ ჩვენი სპორტის სამინისტრო გვიდგას ძალიან გვერდში. და ნამდვილად ყველანაირად მოწადინებულია ჩვენი სპორტის სამინისტრო, რომ ყველანაირად ხელი შეგვიწყოს, რომ ეს სპორტის სახეობა უფრო განვითარდეს. ასევე მინდა აღვნიშნო ჩვენი ოლიმპიური კომიტეტი, მე თვითონ მქონდა შეხვედრა და ნამდვილად ის დანაპირები, რაც მათ მომწეს, ყველაფერი შეასრულეს და მინდა რომ ჩვენც გავხდეთ, ესე ვთქვათ, ბადმინტონი გახდეს ის ნაწილი საქართველოს სპორტ დღეს როგორც მოგეხსენებათ, სპორტში გვაქვს ძალიან დიდი მიღწევები. აი მინდოდა მეთქვა, თანაც მინდოდა მეკითხა პატარა ქვეყანას, ესე ვთქვათ, ამ ჩვენი მოსახლეობით საკმაოდ დიდი მიღწევები გაქვს. ეს ყოველთვის ესე იყო, ადრეც მოდიოდა, მაგრამ ნამდვილად ესე იგი, ნამდვილად არ მინდა გამოვყვე ხარ რომელიმე სპორტის სახეობა, მაგრამ ნუ მე ვფიქრობ, რომ ყველა სპორტის სახეობაში გვაქვს მიღწევები და ეს ძალიან კარგ სტიმულს აძლევს ახალგაზრდებს, რომ ვთქვათ, ზოგს რეგბის თამაში უნდა, ზოგს ბოქსი უნდა, ზოგს ჯუდო უნდა, ვთქვათ, ბადმინტონი, ეხლა ძალიან კაი ჩემპიონატი ჩატარდა მსოფლიო ასევე ფარიკაობაში და ესეც მისცემს ახალ სტიმულს ჩვენ ახალგაზრდებს და სპორტი ყოველთვის ძალიან კარგია, იმიტომ რომ ჯანსაღ ცხოვრებას უწყობს ხელს და ეს მოგცემს იმის საშუალებას, რომ ჩვენი ახალგაზრდები იყვნენ სპორტით დაკავებული, ვთქვათ, სწავლა-განათლებით დაკავებული და ნაკლები დრო გაატარონ, ვთქვათ, ისეთ არასასურველ გარემოში, რომელიც ნამდვილად მიუღებელია. ახლა მე ამჟამად როგორც მშობელი ისეთ ვიძახი და ასევე როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე და რაც ბევრი ბავშვები და ახალგაზრდები იქნებიან ამ მიმართულებით ჩართული, მით უკეთეს. მე ძალიან მიხარია, რომ იმ გუნდს და იმ კომპანიას წარმოვადგენ, რომელიც ნამდვილად არიშურებს თავის, ესე ვთქვათ, ძალისხმევას, რომ ეს არის მარტო ბადმინტონი ერთ-ერთი ჩვენი მიმართულება არის, რა თქმა უნდა, თითქმის ბევრ სპორტში არის ეს გუნდი, რომელსაც მე წარმოვადგენ ჩართული და ძალიან მიხარია, რომ ამას ჩვენ ყოველთვის ხელს უწყობთ. სამომავლოდ როგორ წარმოგიდგენიათ? შესაძლებელია საგანმანათლებლო სივრცეებში იყოს, ისწავლებოდეს ბადმინტონი? იცით, კი, მე მიმაჩნია, რომ ეს შესაძლებელია, იმიტომ რომ ეს სპორტია, რომ სადაც გოგონებსაც და ვაჟებსაც შეუძლიათ ითამაშონ შერეული თვლებით. და მე ვფიქრობ, რომ ალბათ არ არის აუცილებელი ყველა სკოლაში იყოს ეს, მაგრამ მე
მე ვფიქრობ, რომ რამოდენიმე სკოლაში რო იყოს ესეთი წრეები, რაზეც მუშაობთ ჩვენ და აუცილებლად ჩვენ აქ სპორტის სამინისტროსთან ერთად მუშაობთ ამაზე და გვექნება ასევე კომუნიკაცია განათლების სამინისტროსთან, რომ რამოდენიმე სკოლაში იყოს ესეთი წრეები, სადაც მშობლებსაც ექნებათ საშუალება რომ მიიყვანონ თავის შვილები და იყვნენ ჩართული ამ მიმართულებით. საერთაშორისო გამოცდილებაც ალბათ ამ თვალსაზრისით გასათვალისწინებთ. ძალიან მნიშვნელოვანია, დიახ, იმიტომ რომ მე ძალიან მიხარია, რომ ესე იგი ბადმინტონის მსოფლიო ფედერაცია არის ნამდვილად ერთ-ერთი ისეთი წამყვანი ფედერაცია სპორტში და ნამდვილად ჩვენს გვინდა მივიდეთ, მივიყვანოთ საქართველოს ბადმინტონი ისეთ ეტაპზე, რომ გაუწიოთ კონკურენცია აი ერთ-ერთ წამყვან ქვეყნებს ევროპაში რა, რომ ვიყოთ კარგად წარმოდგენილები. რეალურად მართლა ძალიან მისასალმებელია, რომ ფედერაციები ჩდება ახალი ფედერაციები. მით უმეტეს გარკვეული ტრადიციაც კი ფედერაცია არსებობდა. დიახ. ფედერაცია кайხანი არსებობს. ძალიან кай ისინი ჰქონდათ რა თქმა უნდა კარგად უწყებოდნენ ფედერაციას და ჩვენ გვინდა რომ გავაუმჯობესოთ და არა უარესობისკენ გადავიყავოთ ეს ფედერაცია. აჩვენება მეტიც სპორტი ჩვენს ირგვლივ. ძალიან დიდი მადლობა მამუკა კიდევ ერთხელ ჩემთან. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. წარმატებებს გისურვებთ და ამბოლოს შეხვედრამდე. დიდი მადლობა. ბედნიერად.